საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი სამსახურიდან გათავისუფლებით კიდევ 3 თანამშრომელს ემუქრება. ულტიმატუმის წერილი გადაცემა რეალური სივრცის რედაქტორმა და შაბათ კვირის შოუს კორესპონდენტმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა მიიღეს. თინათინ ბერძენიშვილი თანამშრომლებს, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ოცნების მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას აპროტესტებენ, აფრთხილებს, რომ თუ არ გაჩუმდებიან, მაშინ სამსახურს დაკარგავენ. მათ ედავებიან მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭქვეშ დაყენებას. ჟურნალისტები ამბობენ, რომ სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკის გამო გაჩუმება არა დისციპლინა, არამედ ცენზურაა. ქეთი ნადიბაიძე აგრძელებს თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. ამ ჟურნალისტების თანამშრომლების შემთხვევაშიც გაფრთხილების და საყვედურის ოფიციალურ დოკუმენტაციას ხელს ამჯერადაც აწერს არხის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი. ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ ეს არის სადამსჯელო ზომა მათ წინააღმდეგ იმ განსხვავებული კრიტიკული აზრის საპასუხოდ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილს აქვს სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს თანამშრომლები ღიად და დაუფარავად საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს სარედაქციო პოლიტიკასთან და დამოუკიდებლობასთან მიმართებაში საზოგადოებრივ მაუწყებელში. მიიჩნევენ, რომ დღეს ეს არხი არ პასუხობს საზოგადოების დაკვეთას, საჭიროებებს და პრობლემებს და რომ სარედაქციო პოლიტიკა არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან და ვფიქრობენ, რომ სწორედ მათი ეს განსხვავებული აზრი გახდა ხელმძღვანელობის გაღიზიანების და უკმაყოფილების მიზეზი. ამ ეტაპზე ოფიციალურად გამოცხადებული აქვს საყვედური და არ გამორიცხავენ, რომ შემდეგი ეტაპი იყოს უკვე სამსახურიდან გათავისუფლება, რადგან ფიქრობენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ დაამტკიცა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი არის დუმილი მორჩილება და მიუღებელი არის განსხვავებული აზრი სარედაქციო პოლიტიკასთან მიმართებაში, მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლებს ხელმძღვანელობა უცხადებს საყვედურს. ცოტა ხნის წინაც რამდენიმე თანამშრომელს გამოეცხადა საყვედური, უფრო მანამდე კი გათავისუფლდნენ თანამშრომლები ვასილ ივანოვჩიკოვანი, ასევე ნინო ზაუტაშვილი და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო უკვე საყვედურების გამოცხადების ერთგვარი სერია საზოგადოებრივ მაუწყებელში. რომ თქვათ, ეს არის პირდაპირ დასჯა საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლების, რომლებიც მცველებად მოვიაზრებთ თავს დასჯა სიმართლის თქმისთვის. დასჯა იმისთვის, რომ ვაკრიტიკებთ არსებულ მოცემულობას და ვითარებას, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში ხდება. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, ეს არის საზოგადოების შეფასებაც. საზოგადოებრივი მაუწყებელი აცდენილია იმ რელსებს, რაზეც უნდა იდგას. ამ არხზე ძირითადად მიდის ქართული ოცნების პროპაგანდისტული ნარატივი. ეს არის დღეს პრობლემა. არ ისმის აქ ჩვეულებრივი ადამიანების პრობლემები, სოციალური პრობლემები არ ისმის. როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლები სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკის გამო საკუთარ ჟურნალისტებს აჩუმებენ, ეს არ არის დისციპლინა, ეს არის ცენზურა. პირველი არხის ეს მიდგომა სახიფათო პრეცედენტს ქმნის. თავისუფალმა პრესამ უნდა მიიღოს განსხვავებული აზრი, თუნდაც შიგნიდან თანამშრომლებისგან. ამ ოფიციალური საყვედურით ეს თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა მათგან მოითხოვს დუმილს იმ პრობლემებთან მიმართებაში, რომელიც არსებობს არხზე და ეს თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ დღეს არხს აქვს სერიოზული პრობლემა სარედაქციო პოლიტიკის, რომ ის არ პასუხობს საზოგადოების პრობლემებს და საჭიროებებს. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ცოტა ხნის წინ არხის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ორი წამყვანის, ვასილ ივანოვჩიკოვანის, ასევე ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებას დაკავშირებით. ამის შემდეგ უკვე დაიწყო არხის ხელმძღვანელობამ ოფიციალური საყვედურების გამოცხადება იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ასევე საჯაროდ ლაპარაკობენ ამ პრობლემებზე და ჯამში ამ მომენტისთვის 7 თანამშრომელს აქვს ოფიციალურად საყვედური გამოცხადებული. ისინი მიიჩნევენ და არ გამორიცხავენ, რომ შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა იყოს მათ შემთხვევაშიც იგივე, ანუ სამსახურიდან გაშვება.